ვაგრძელებთ ჩვენს წინასააღდგომო ვიდეოების სერიას ევროპროდუქტთან ერთად. ჩვენ უკვე მოვამზადეთ პასკა, ასე ვთქვათ, კულიჩი, გამოვაცხვეთ. დღეს კი დავამზადებთ ხაჭოს პასკას, ყველასთვის საყვარელს, ასევე ყველასთვის რაღაცა განსაკუთრებულს, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ ჩემი განსაკუთრებული რეცეპტი იმ თვალსაზრისით, რომ კლასიკურ რეცეპტში სხვა ინგრედიენტებით მზადდება. მე კიდე გადავწყვიტე, რომ უფრო მარტივი ყოფილიყო დამზადებისთვის, რომ ყველა დიასახლის გაუმარტივდეს ამის მზადება და არ იყოს სამდღიანი პროცესი ამ მზადების. ეხლა როგორ მიდის მზადების პროცესი. ჭირდება ესეთი დრუშლაკი, აუცილებლად, მარლა, ხა ესე ჩავაფენ ამ მარლას. ჩვენ დაგჭირდება 1 კილო ხაჭო, აი ესე ნახეთ, როგორი მშრალი ხაჭოა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ესეთი მშრალი ხაჭოა, ეხლა ნახავთ როგორ გავწურავ, ასე ვთქვათ. აი ესე. დიასახლისებს არა აქვთ ამდენი დრო ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის, რომ ამდენი ხანი კიდონ და წურონ, ამიტომ ამ მეთოდით კარგად ვწურავ. სხვათა შორის სადღესასწაულო მზადება იმით არის კიდევ განსაკუთრებული, რომ ჩემთან ყოველ შემთხვევაში მთელი ოჯახია ხოლმე ჩართული ამ სადღესასწაულო მზადებაში. ამიტომ შეგიძლიათ თქვენი ოჯახის წევრებსაც, ვისაც მეტი ძალა აქვთ, იმათ ჩააბაროთ ეს საქმე. ეხლა დაგჭირდება ჩვენ ცოტა დიდი ზომის ესეთი მიქსერი, რომელიც თვითონ თქუფავს. აქ ჩვენ გავთქუფავთ 2 კვერცხს, ასევე შაქრის პუდრას, ვანილს, მასკარპონეს ვიღებთ, რომლის წარმოებელიც არის სტერილ გარდა. დავუმატეთ 500 გრამი მასკარპონე. დავუმატებთ 200 გრამ ნადუხს, ჩავაწურავთ ფორთოხლის წვენს. ეხლა ავიღებთ გარგრის ჩირს, ძალიან უხდება. მიდის შტოშს არ უნდა დაჭრა, კაი სიმჟავეს აძლევს. მე მომწონს ეს კონტრასტი. ხაჭო, ნადუღი, მასკარპონე, ეს ხაჭოს სიმჟავე ძალიან მნიშვნელოვანი, არ მიყვარს ცოტა მტკნარი გემოსხავი ხაჭოს პასკები, მომწონს, როდესაც ხაჭოს სტრუქტურა და ხაჭოს გემოვნური თვისებები იგრძნობა. ამიტომ აი ხაჭო ცალკე მაქვს, ნადუღის და ყველაფერს გადავურევ, ეს შტოშის სიმჟავეც განსაკუთრებულ არომატებს აძლევს. ქიშმიში, ვისაც როგორ უყვარს ისე. ეხლა დავჩეჩქვავ ნურს. ნურს არ ვხალავ, იმიტომ რომ არ მინდა მოხალულის გამო თავისი ესეთი გემოზე მირჩენია. აი ესეც წავიდა აქ. აი ახლა მიდის თავარი ინგრედიენტი. ეს ხაჭო თავის სიმჟავით სულ სხვა სტრუქტურას და გემოს მისცემს. ფორთოხლის ცედრა მინდა. კიდევ ერთხელ აი აქ კარგად გადაურევ. ეს ხაჭოს სტრუქტურა მე მომწონს. ერთგვაროვანი არ არის და ეს ხაჭოს სიმჟავე და სტრუქტურა აქვს. ეხლა რას ვაკეთებ? გვაქვს ასეთი ფორმები, სპეციალურად ხაჭოს პასკისთვის. უნდა ჩავაფინო მარლა, ჩავდებთ ამ ფორმებში. ეხლა ესე გავუშვებ ცოტა ხნით საყინულეში, საათნახევრით და შემდეგ უკვე გადავდებ მთელი ღამით მაცივარში. აი გამოვიღეთ ახლა მაცივიდან ჩვენი ხაჭოს პასკა. გავხსნათ. აური ერთმანეთში დაფქვილი და დანაყული ნუში, რომ გავაფორმოთ. აი ნახეთ, ეს ძალიან მოუხდება. შოკოლადს აკეთებენ ზემოდან ასხავენ, შეგვიძლია თეთრი შოკოლადი, მე მომწონს ესეთი ტიპის გაფორმება და იმისთვის რომ ეს ლამაზი თეფში კიდევ უფრო გალამაზდეს, მოვაყრი აი ამ შტოშებს ესე კიდე გვერდებში, რომ უფრო ლამაზი იყოს და ესეთი გადასარევი, გემრიელი ხაჭოს და მასკარპონესთან დამზადებული სააღდგომო ხაჭოს პასკა გვაქვს და მგონია რომ აბსოლუტურად ყველა დიასახლისისთვის მარტივი დასამზადებელი იქნება, რომ ეს ყველაფერი ცოტათი დავწურეთ ხელით კარგად ხაჭო, შემდეგ გადაურიეთ მიქსერით, შემდეგ მოვათავსეთ 2 საათით საყინულეში და შემდეგ გადავდეთ მაცივარში უმჯობესია მთელი ღამით და დილას გამოიღებთ უკვე აღდგომაზე. აი ესეთ არაჩვეულებრივ კერძს და გაუმასპინძლდებით თქვენ სტუმრებს თუ ოჯახის წევრებს.